მადლობა ყველა ადამიანს, ვინც აქ არის და მადლობა ზოგადად იმ ადამიანებს, ვინც აესე მედგრად იბრძვიან. რისთვის ვიბრძვით ჩვენ? ჩვენ ვიბრძვით სამართლიანობისთვის, ჩვენ ვიბრძვით თავისუფლებისთვის, ჩვენ ვიბრძვით იმისთვის, რომ ნორმალურად ვიცხოვროთ ქვეყანაში, ხო? აი არანაირ სამართლებრივ ნორმაში, არც სამართლიანობაში ხო არ ჯდება, რომ ადამიანი ტროტუარზე დგას და 5 დღე ციხეში გაუშვა ამისთვის, ხო? აღარაფერს ვამბობ იმ გრძელ პატიმრობებზე, რაც არის მისჯილი და ჩვენ ხო რა გვინდა? გვინდა რომ ევროკავშირის წევრი ვიყოთ, დემოკრატია განვავითაროთ, ნორმალურად ვიცხოვროთ, ყველამ ვიცხოვროთ. მე არავის არ ყოფ, მართლა არავის არ ყოფ, რომ განსხვავებული პოლიტიკური აზრი გაქვს, კი ბატონო, მაგრამ ციხეში არ უნდა ჩასვა ამის გამო, ხო? და ჯერა რომ მივახცევთ ამას, იმიტომ რომ ეს თავისუფლების ბრძოლის ჟინი იმდენად ძლიერია, ჩვენ აი ბევრი საუბარია ერთიანობაზე, ხო? თავარი არის საერთო მიზანი გვაქვს. რა არის საერთო მიზანი? სამართლიანობა. თავისუფლება, ევროკავშირში გაწევრიანება, განვითარებულ ქვეყნებთან ერთად ყოფნა, ხო და აი ამ საერთო მიზანი რო გვაქვს, რატო არ შეიძლება რომ ორგანიზაციულადაც გავერთიანდეთ, ერთად ვიყოთ, ბევრი სიახლე გჭირდება. აი მიხარია რომ ჩემზე ადრე გამოვიდა ზურა, იმიტომ რომ გზა, ასე ვთქვათ, გარკვეულწილად გაყვალული დამხდება უფრო მეტად, იმიტომ რომ ავიცი, ერთმანეთი უნდა გვეიმედებოდეს, გვერდში უნდა ვედგეთ და მინდა რომ პოზიტიურები ვიყოთ. რა, ზოგადად, აი მართლა ღიად ვამბობ, რომ ძალიან პოზიტიური და ოპტიმისტური განწყობით გამოვედი. ხა ზოგი ამბობდა, რომ უფრო უარესი დახვდა ქვეყანა. არა, მე ვფიქრობ, რომ პირიქით ეს ნახეთ ეს სიმტკიცე, ეს გამძლეობა, ის თავისუფლება, რასაც ასხივებს ციხეში მყოფი რეჟიმის პატიმრები, ეს ყველაფერი არის ძალიან პოზიტიური. დღეს აქ მოვედი, იმიტომ რომ სხვანაირად არ შემეძლო, ადამიანებს უნდა შევხვედროდი და მადლობა მეთქვა მათთვის, რომ სანამ ჩვენ საპატიმროში ვიყავით აქ რუსთაველზე დგანან და მიუხედავად აი ამ წმეხისა, ასე მედგრად და ასე პატრიოტულად იცავენ სამშობლოს, რომელიც ასე უყვართ და მადლობა კი არა, აი პატივისცემა გამომეხატა. დანარჩენი ხად გავესაუბრებით ყველა ერთმანეთს, მინდა რომ უფრო მეტად მოусმინო ადამიანებს. ამდენი ხანი ჩუმად ეხლა ვინც მიცნობს ყველამზე არ ყოფილა, იმიტომ რომ მარტო ვიყავი ოთახში, ვერავის ვერ ველაპარაკებოდი, ხო? ეხლა რო გამოვედი სხვა შორის, ეხლა ნახე რომ ხმა მე თვითონ რომ მოусმინე ჩემ ხმას, რაღაცა ხმა მაქვს შეცვლილი თითქოს რა და